არმან სარუკიანმა სწორედ ამაში დაადანაშაულა ილია და საჯაროდ გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, მეც დავეჭვდი. სოციალურ ქსელებს რომ ვათვალიერებ, ვხედავ რომ ილია უფრო აქტიურია ვიდრე ოდესმე. ის პასუხობს მებრძოლებს, აკეთებს კომენტარებს მომავალ ჩხუბებზე, იწვევს სხვებს და მე ვფიქრობ, ვაუ, თუ ასეთი დაკავებულია ოჯახით, საიდან აქვს ამდენი დრო? როდესაც სარუკიანმა ილიას მასხარა უწოდა, საქმე პირადულზე გადავიდა. არმანმა პირდაპირ თქვა, ამბობ რომ ოჯახური პრობლემების გამო დროს ითხოვ, მაგრამ ინტერვიუებისთვის ყოველთვის გცალიაო. ეს არ არის უბრალოდ ტრეშ-თოქი, ეს არის ადამიანის მხილება იმაში, რასაც ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს. ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა. ილია ჩვენი საამაყო ჩემპიონია, მატადორი, რომელმაც ისტორია დაწერა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, როცა ჩემპიონი უმოქმედოა, დივიზიონი ჩერდება. ილიამ თქვა, რომ მინიმუმ 2026 წლის პირველ კვარტლამდე ვერ დაბრუნდება. დადის ხმები განკორცინებაზე, სასამართლო დავებზე, ადვოკატებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სპორტსმენის პირად ცხოვრებას. მებრძოლებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ მენტალური პრობლემები და ოჯახური კრიზისები. ეს დასაფასებელია, რომ ის ამაზე ღიად საუბრობს. თუმცა აქ იწყება უცნაურობები. თუ გსურს ყურადღების ცენტრიდან გაქრობა, რომ პრობლემებს მიხედო, რატომ ჩნდები ყველა დიდ ღონისძიებაზე? რატომ აძლევ ინტერვიუებს მადრიდში, WOWFC-ის ღონისძიებაზე და რატომ ლანძღავს სხვა მებრძოლებს? თუ მაღაზიაში პროდუქტებზე მიდიხარ და ვინმემ კამერაზე დაგაფიქსირება, ეს გასაგებია, შენს ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. მაგრამ როცა მიზანმიმართულად მიდიხარ ივენტებზე და ამბობ, რომ ისლამ მახაჩევსა და არმან სარუკიანზე უკეთესი ხარ, ეს უკვე აქტიური მებრძოლის ქცევაა და არა იმ ადამიანის, ვისაც სიმშვიდე სჭირდება. ილიამ მადრიდში საერთოდ მიწასთან გაასწორა ყველა. თქვა, რომ არც ისლამი და არც არმანი მას საფრთხეს არ უქმნიან. განსაკუთრებით არმანს შეუტია იმის გამო, რომ მან UFC 311-ზე ბრძოლას თავი აარიდა. ილიამ პირდაპირ თქვა, ის ჩემს დონეზე არ არის. რა თქმა უნდა, სარუკიანი ამას არ გაატარებდა. აი, აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელზეც მინდა კომენტარებში მიპასუხოთ. თქვენი აზრით, ილია მართლა ოჯახურ პრობლემებს აგვარებს, თუ უბრალოდ დროს წელავს, რადგან სარუკიანთან და მახაჩევთან ბრძოლის ეშინია? ვიცი, ბევრს არ გესიამოვნებათ ეს კითხვა, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ჩემპიონი, რომელიც არ ჩხუბობს, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს, ყოველთვის იწვევს ეჭვებს. რას ფიქრობთ? მართალია არმანი, როცა მას მასხარა უწოდებს? დაწერეთ თქვენი მკაცრი აზრი კომენტარებში, განვიხილოთ. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ადანაშაულებს სარუკიანი ილიას ტყუილში. ახლა კი მოდით უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ დრამაში. სიმართლე ისაა, რომ მსუბუქ დივიზიონში ახლა ნამდვილი სანტა ბარბარაა გაჩაღებული. სანამ ილია თავისი პირადი საქმეებითაა დაკავებული, ან ასე ამბობს, რეიტინგის პირველი ნომერი, არმან სარუკიანი, აუთსაიდერის როლში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ სარუკიანის მდგომარეობა. მან დამაჯერებლად დაამარცხა დენ ჰუკერი. ის არის ოფიციალური პრეტენდენტი ნომერი 1. მაგრამ რას აკეთებს UFC? ისინი ნიშნავენ ბრძოლას ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის UFC 324-ში და აცხადებენ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული იქნება შემდეგი ილიას ტიტულისთვის. ეს ხომ სრული აბსურდია. სარუკიანი უბრალოდ გადააგდეს და გვერდზე გაწიეს. გასაკვირი არაა, რომ ის ასე გაბრაზებულია. მაგრამ აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო ფიგურა, ხაბიბ ნურმაგომედოვი. როცა ხაბიბი რამეს ამბობს, მთელი მსოფლიო ყურებს ცქვეთს, რადგან მან ეს თამაში შიგნიდან იცის. ხაბიბმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, არმან სარუკიანი ილია თოფურიას მოუგებს. და ეს არ ყოფილა უბრალოდ ვარაუდი. მან შანსები 80-20-ზე ან 90-10-ზეც კი შეაფასა არმანის სასარგებლოდ. რატომ ფიქრობს ასე ლეგენდარული მებრძოლი? მოდით სტილისტურად შევხედოთ. ჭიდაობა და გრეპლინგი, აქ არმანი აშკარად წინ არის. ფიზიკური ზეწოლა, სარუკიანი არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. დისტანციის კონტროლი, მისი გაბარიტები და ტექნიკა ილიასთვის დიდ პრობლემას შექმნის. სარუკიანმა ისიც კი თქვა, რომ სტილისტურად ილია მისთვის ბევრად უფრო ადვილი მეტოქეა, ვიდრე თუნდაც ჩარლს ოლივეირა. გახსოვთ UFC 318. ილიას მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა ოლივეირას დასანოკაუტებლად. ეს ფაქტია, ილია მატადორია, მას აქვს ქვის ხელები, მაგრამ არმანი სულ სხვა ტიპაჟია. ის არ აპირებს ილიასთან კრივში შეჯიბრის, ის მას უბრალოდ დაღეჭვავს პარტერში.
აი აქ ვუბრუნდებით მთავარ პრობლემას. როცა ჩემპიონი უმოქმედოა, დივიზიონი ყვდება. თუ ილია 2026 წლამდე არ დაბრუნდება, UFC იძულებული გახდება ტიტული ჩამოართვას, strip the title. ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა თოფურიას კარიერისთვის. წარმოიდგინეთ, გეიჯი და პიმბლეტი ჩხუბობენ ტიტულისთვის, ილია კი ამ დროს მადრიდში ინტერვიუებს არიგებს და ამბობს, რომ ის საუკეთესოა. ეს ხომ სასაცილოა. ილიას თავდაჯერებულობა ელიტარულ დონეზეა, ამას ვერავინ წაართმევს. ის მართლაც ამტკიცებს თავის სიტყვებს ოქტაგონზე, მაგრამ ახლა ის ბიულეტენზეა. სამსახურში რომ დარეკო და თქვა, ავა თუ არ ვერ მოვალო, მაგრამ ამ დროს მთელ დღეს კორპორაციულ ჩატებში ათარებდე და სხვებს ჭყუას ასწავლიდე. უფროსობას ეს არ მოეწონება. ზუსტად ასეა UFC-შიც. დეინა ვაიტს არ უყვარს მებრძოლები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას ჩხუბობენ. არმანი კი სულ უფრო და უფრო მშიერი ხდება. ის ხედავს, რომ ილია სოციალურ ქსელებში ყველას ნაგავს ეძახის, რეალურად კი ბრძოლას გაურბივს. სარუკიანმა პირდაპირ დაუსვა კითხვა: თუ სახლში ჯდომა და პრობლემების მოგვარება გინდა, რატომ ხარ ჩხუბებში უფრო მეტად ჩართული, ვიდრე მოქმედი მებრძოლები? მეგობრებო, მოდით გულახდილად ვთქვათ. ხომ არ გგონიათ, რომ ილიამ ზვასტრული სენი აიკიდა? ზედმეტად ხომ არ გაერთო შოუმენობით და ინტერვიუებით? ბევრ ქართველ ფანს წყინს, როცა ილიას აკრიტიკებენ, მაგრამ იქნებს ჯობია ნაკლები ილაპარაკოს და მალე დაბრუნდეს, რომ სარუკიანს პირი მოუკეტოს. თუ გგონიათ, რომ ხაბიბი ცდება და სარუკიანს ილიასთან შანსი არ აქვს, დაწერეთ კომენტარებში. ოღონდ არ დაიზოგოთ. ვინ არის აქ რეალური ჩემპიონი და ვინ ინსტაგრამ მებრძოლი? ველოდები თქვენს მწარე კომენტარებს. მეგობრებო, მივუახლოვდით ყველაზე საინტერესო ნაწილს. მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი. ილია თოფურია ბრუნდება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოჯახური პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ ოქტაგონზე გამოდის ჟანგიანი. ანუ დაკარგული აქვს ის სიმკვეთე, რაც ადრე ჰქონდა. ამ დროს კი არმან სარუკიანი ფორმის პიკშია. ზედიზედ იგებს ბრძოლებს და მისი რეიტინგი ცაშია. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება მაშინ? თუ ილია კлау უმოქმედო იქნება, UFC-ს სხვა გზა არ დარჩება. მათ მოუწევთ დივიზიონის გაცოცხლება. ეს ნიშნავს, რომ ან ტიტულს ჩამოართმევენ, ან შექმნიან დროებითი ჩემპიონის ქამარს, interim title. და აი აქ შეიძლება ვიხილოთ ნამდვილი ქაოსი. სარუკიანი ილიას წინააღმდეგ. ეს ბრძოლა იქნება ისტორიული, რადგან აქ მხოლოდ სპორტული ინტერესი აღარ არის. აქ უკვე დიდი პირადი მტრობაა. ბევრს აინტერესებს, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ისლამ მახაჩევი. ისლამი ისეთი ტიპაჟია, რომელსაც ილიას ტრეშ-თოქი საერთოდ არ ადარდებს. შეგიძლიათ პირში აგინოთ, დასცინოთ, ის კი უბრალოდ გაგიღიმებთ, ხელს ჩამოგართმევთ და გაივლის. მას ეს ყველაფერი არ ეხება, რადგან მან იცის თავისი ფასი. მაგრამ აი არმანისთვის ეს პრინციპის საქმეა. ის დაბნეულია და პირდაპირ კითხულობს. თუ ილია პენსიაზეა და სახლში პრობლემებს აგვარებს, რატომ არის უფრო მეტად ჩართული MMA-ის სცენაში, ვიდრე თვითონ აქტიური მებრძოლები? ჩემი პირადი აზრი ასეთია. ილია თოფურია უდავოდ ელიტარული მებრძოლია, მაგრამ ახლა ის სახიფათო ზღვარზე გადის. შოუმენობა კარგია რეიტინგებისთვის, მაგრამ UFC-ში საბოლოოდ მაინც მუშტებსა და ოქტაგონზე დაბრუნებას აქვს მნიშვნელობა.